სანამ ამ ვიდეოს დავიწყოთ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის walkthrough სტილის ვიდეო. და ეს ნიშნავს, რომ ყველა პატარა დეტალს გავდივართ თქვენთან ერთად მინიმალური მოჭრების გარეშე. ამიტომ თუ რაიმე მონაკვეთი მოსაწყენი გახდა, იმიტომ რომ ყველა კოდს მიხვდეთ თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ. ამიტომ ეს არის გაფრთხილებ წინასწარ და მოკლედ დავიწყოთ ახლა ვიდეო. მოდი შევქმნათ event სისტემი და დისპეჩერი. პირველ რიგში, რა არის event სისტემი და დისპეჩერი და რაში შეიძლება დაგვრჩირდეს ეს? ამის საჩვენებლად მე გადმოვერდი ილუსტრატორში და აგერ მაქვს ორი მართკუთხედი. ახლა რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ ამაზე. როდესაც მე მიჭირავ საკმაოს დავაადგილებ, მაგალითად Z-ზე დავადდეს ერთმანეთს. აქ რომ დავაჭერ მე მაუს. როგორ უნდა გაიგოს პროგრამა, მაგალითად მე არ მინდა ორივე მართკუთხედის გამოძრავება და მინდა ზედა მართკუთხედის გამოძრავება. როგორ არჩევ ამ ზედა და ქვედას? სუსტად აკეთებს ამ event სისტემი და დისპეჩერით. რა არის event-ი? Event-ი არის ნებისმიერი რაღაც მოხარებელი გააკეთებს აპლიკაციაში, მაგალითად კლავიატურაზე რაღაც კნოპკის დაჭერა, ან მაუსის გამოძრავება, ან მაუსის დაჭერა. მაუსის დაჭერა არის event-ი. და როდესაც მაუსს დავაჭერ, ყველა კომპონენტი ამ პროგრამაში ამოწევს მაუსი სადავაჭირე. მაგალითად, დავაჭირე აქ, მაუსმა შეამოწმა ყველგან, აქ არ ვაჭერ მაუსს, აქ არ ვაჭერ მაუსს, აქ არ ვაჭერ მაუსს. დაინახო რომ მე ვაჭერ რაღაც კვადრატზე, მართკუთხედზე მაუსს. და ეს მართკუთხედი აბავშვი იცი რა? თუ მე დამაჭერ, მაშინ მე უნდა გამოვიყენო ეს ივენთი და ამ ივენთს რო გამოვიყენებ, ნიშნავს რომ შენ მე ამირჩიე და ხა ჩემზე გაყურადღება გამოტანილი. მე რომ დავაჭერა აქ, მართკუთხედთან რომ მივიდა ევენთი აბავს რო კაი. ეს ევენთი არის ჩემი და ეს ევენთი სხვაგან აღარ გადააგზავნო. ანუ ამ ქვედა მართკუთხედამდე ევენთი აღარ მივა. მაგრამ მე როდესაც ხოლმე ამ მართკუთხედს დავაჭერ, ვიცით რომ აი ევენთი მივა ამასთან და არა ამასთან. მაგრამ აგერ არის ჩვენი ლეიერები. ლეიერებზე ევენთები მიდის ზევიდან ქვემოთ. ანუ აქედან ვიწყებ პირველი ევენთი მივა ამასთან მაუსის დაჭერისას და მაგიტომაც არის ეს მართკუთხედი ინიშნება და არა ქვედა. პირველი ევენთი ამასთან მივიდა და მე ამას კაი მე ეს ევენთი რომ მივიღე, სხვა აღარ უნდა მიიღოს. და როგორც ვთქვათ, ასე ვთქვათ, თითქოს ბლოკავს ევენთს რო სხვაგან წავიდეს. და სხვა მართკუთხედმა გამოიყენოს. ახლა მე რომ ეს ზევით ავწიო. ხედავთ რომ უკვე ზედა მართკუთხედი, წითელი მართკუთხედი ზევიდან ეხატება ლურჯს. და ახლა პირიქით ხდება, აქ რო დავაჭერ წითელ მართკუთხედს მონიშნა და არა ლურჯს. და ზუსტად ამაში გვეხმარება event სისტემი და დისპეჩერი, ბოლოს ცხოვრება ძალიან გვიმარტივებს. მოდი ახლა დავბრუნდეთ Java-ში და შევქნი asset package, new package და ეს იქნება events. ამ events package-ში შევქნი class events. Event-ში დაგჭირდება enum პირველ რიგში. მექნება public enum type. და აქ იქნება რა ტიპის event-ები მინდა. მაგალითად პირველ რიგში mouse event-ები. mouse pressed. დაჭერის მომენტში. mouse pressed და მოდი ეს იყოს mouse just pressed. დაჭერის მომენტში და mouse pressed იყოს, როდესაც დიდხანს მიჭირავს mouse-ზე ხელი. და მქონდეს mouse released, როდესაც ხელს აუშვებ. მოდი ასევე მქონდეს key pressed and key just pressed. მქონდეს ასევე key pressed და მქონდეს key released. და ეს იქნება ჩვენი event-ის ტიპები. შეგვიძლია დავამატოთ გამოვაკლოთ როგორც დავჭირდება. მქონდეს აქ private type. ეს იქნება ჩვენი event-ის ტიპი. მქონდეს კონსტრუქტორი public event და აქ იქნება პარამეტრად type. და კონსტრუქტორში მივანიჭოთ type events. მქონდეს ერთი ფუნქცია get event, get type. და დავაბრუნოთ ჩვენი event-ის type. და კონდემეტრა public type. მოგონი მეტი არაფერი გჭირდება ჩვენ event class-ში. მოდი ახლა გავაკეთოთ ეს რაღაც. ჩვენ გვინდა რომ როდესაც გვაქვს რაღაც ეკრანმა მიიღოს event-ები. Events რომ მივიღებთ, event-ი უნდა გადავანაწილოთ სხვებთან. ანუ dispatch-ში უნდა გავუღებთ ამ events. Dispatch-ი რა არის? ყველაზე მარტივად რო აგიხსნათ, თქვენ რომ ისეთ მაგალითად ვიღაცას რადიო რო უჭირთ და არის dispatch-ერი. რაღაც ინფორმაცია შემოდის და საჭირო ხალხთან გადააქვს ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაციის გადაცემა შემთხვევაში იქნება event-ების გადაცემა სხვადასხვა აპლიკაციის ნაწილში.
და გვინდა dispatcher. ამიტომ გვჭირდება ორი რაღაც. ერთი არის კლასი event dispatcher. და ასევე event-ში უნდა დავამატომე ესეთი რაღაც. public boolean handled. handled რაში გვჭირდება? ზუსტად ზეღარ რასაც საუბრობთ. როდესაც ორი კვადრატი გვაქვს z-ზე და რომ დავაჭერთ მაუს, გვინდა რომ მარტო z კვადრატი გამომოძრავთ. და z კვადრატი რომ მიიღებს events, I am handled boolean-ში ვიტყვით, რომ всё, გამოვიყენეთ ჩვენ ეს event-ი და სხვა კვადრატამდე რომ მივა ეს event-ი. ნახავს, რომ handled არის true და აღარ გამოიყენებს მაგ events. ამისთვის გვინდა ეს თვალი. ამიტომ მოდი ახლა შევქმნათ event dispatcher კლასი და ასევე შევქმნათ ერთი interface. და ამას დავარქვათ event handler. ეს იქნება interface. და ამ interface-ში გვექნება ერთი ფუნქცია. boolean public boolean on event. და პარამეტრად მივიღოთ event. მოდი ახლა დავუბრუნდეთ event dispatchers. რა გვინდა event dispatcher-ში? პირველ რიგში მინდა მივიღო event-ი, ამიტომ აქ შევქმნი private event events. და კონსტრუქტორში დავწერ public event dispatcher. event dis-წერტილი event უდრის ამას. და გვინდა ერთი ფუნქცია dispatch, public void dispatch. dispatch-ში უნდა მივიღოთ ჩვენ event-ის ტიპი, დავწერ type. event-წერტილი type. და ასევე გვინდა event handler. რაღაც ფუნქცია, რითაც გადავამუშავებთ ამ events. და დავახრა ამას event handler. და რა გვინდა ახლა? პირველ რიგში შევამოწმოთ თუ ეს event-ი უკვე რომელიმე კომპონენტმა გამოიყენა უკვე. თუ event handled, მაშინ return დავწეროთ. თუ არა და დავწეროთ, რომ event-წერტილი handled უდრის event handler წერტილი on event. და გადავწეს ეს event. ოღონდ ერთი კიდევ რაც პირველ რიგში event უნდა მეწეროს და მეორე რაც მინდა შევამოწმოთ თუ ეს event-ი ამ event-ის ტიპი get type უდრის პარამეტრში რაც გადავეცით იმ ტიპს. და ესეც ასე. ალბათ ახლა მიხვდებოდი თუ event handler-ში რატომ გვაქვს on event ფუნქცია boolean. რომ ამ boolean ფუნქციამ უნდა გადაწყვიტოს event-ი გამოყენებულად ითვლება თუ არა. და პრინციპში სულ ეს არის event-ებისთვის. ერთ-ერთი ახლა რაც დაგვჭირდა რომ შევქმნათ event-ის ტიპები. აქ შევქმნათ კიდევ ერთი package და დავარქმევ types. და კიდე პირობითად გადავიდეთ აქ mouse just pressed event. მოდი ესე ბევრ კლასს შევქმნით. mouse pressed event. და ასევე გვინდა mouse released event. ეს ყველაფერი იქნება event-ის შვილობილი კლასი. extends event. ხო სწორად დავწერე. event-ი უნდა დავაიმპორტოთ. მოდი ახლა შევქმნათ კონსტრუქტორი. და სუპერში არ გვინდა ჩვენ რომ mouse released event უკვე ვიცით რა event-იც იქნება, ნუ დავწეროთ. სუპერში გადავცათ ჩვენი type event წერტილი type წერტილი mouse released. mouse released-ში ვარ, გადავიდეთ just press-ში, იგივე გავაკეთოთ ყველგან. extends event. შევქმნათ კონსტრუქტორი. ანალოგიური გავაკეთოთ პრინციპში ყველგან. აქ იქნება event წერტილი type წერტილი mouse just pressed. აქაც გადავიდეთ extends event public mouse pressed event. და აქ ეწერება super type წერტილი mouse pressed. ახლა ამ event-ებს ჭირდება რამდენიმე რაღაც. მაგალითად mouse pressed event-ი მისცეთ რომ იქნება mouse pressed event. მაგრამ აქ ჩვენ გვჭირდება ახლა
სად მდებარეობს ეს მაუსი მაგალითად private int x, private int y. და ასევე გვაინტერესებს რა ღილაკს ვაჭერთ. private int button. ეს ყველაფერი დავჭირდება. და აი ეს უნდა შევიტანოთ ჩვენ პარამეტრად კონსტრუქტორში. int x, int y, int button. დავწეროთ this წერტილი x უდრის x, this წერტილი y უდრის y და this წერტილი button უდრის button. და პრინციპში ზუსტად ესენი დაგვჭირდება mouse release event-ში და შეგვიძლია მაგალითად შევქმნათ ძალკე საერთო კლასი mouse button event. გადავიდეთ mouse just press event-იდან და გადმოვაკოპიროთ რაღაცები. ეს გვინდა extend event შევქმნათ კონსტრუქტორი. ესეც ასე გადმოვაკოპიროთ ესენი. და mouse button events უნდა გადავცეთ int x-იც, int y-იც, int button-იც. და დავწეროთ this წერტილი x ასე შემდეგ. და კონდეს რამდენიმე მონაცემი. ფუნქცია public int get x, return x, public int get y. და ასევე public int get button. ესეც ასე. მოდი ახლა just press event-ში ეს ყველაფერი წავშალოთ. დავწეროთ აქ extends mouse button event. ახლა შევიდანოთ ჩვენ x, y button. და ეს აღარ გვინდა. და ზუსტად ანალოგიურს გავაკეთებდი აი აქ. და გავწეროთ extends mouse button event. ესეც ასე. მოით ახლა გადავიდეთ ჩვენ mouse press event. როდესაც მოდი mouse press event ხარ და კი არ უნდა დავარქვა მგონი. ჯობია დავარქვა mouse move event. თუ რომ მოძრაობა მაინტერესებს მე mouse-ის აქ. მოდი მაგას გადავარქვი, დავაჭერ აქ refactors. დავარქვი mouse moved event. და image-ის გადავარქვი მაგას ახლს. წოდარი mouse pressed. Refactor rename. Mouse moved. და მოდი key just press არ ვინდა, მარტო key press დავტოვებ. ესეთი რაღაც კონდეს. და რა ხდება აქ რატომა error-ი. ამონახოთ. აქ ცხრიანი მიწერი რატომღაც. ესეც ასე. ახლა კი უნდა გადავიდეთ ჩვენ mouse mode events-ზე. აქ მოდი მქონდეს თითქმის ანალოგიური. დავწერ აქ private int x y, ასე შემიძლია პრინციპში რამდენიმე ცვლადი შექმნა, აი რომის თვალისწინები ეგ მანამდე. Public თუ public მინდა. Private boolean tract. და ეს მაინტერესებს თუ რაღაცას ვამოძრავებ. აი მიჭირავს mouse-ზე ხელი და თან ვამოძრავებ ისე mouse. თუ ვამოძრავებ ისე mouse-ის ღილაკზე ხელი არ მიჭირავს, მაშინ tract არ იქნება true. ამიტომ პარამეტრებად ეს ყველაფერი ჩავწეროთ int x, int y, int თუ არა boolean tract. this წერტილი x უდრის x, რაც სტანდარტული this წერტილი. და შეგნოთ getter-ები ამისთვის. დავწეროთ public get x. და მოდი ამათ გადმოვაკოპირებ აქედან. get x. ესეც ასე. და ასევე გვინდა public boolean get tract. კაი, ეს mouse-ის event-ები. ეს მოვილიეთ. ახლა მოდი შევვნათ keyboard event-ები. ეს არის key pressed. event-ი თამაშტორო დამერქვა. key pressed event. და ასევე key released event. დავწეროთ აქ.
პრინციპში ამასაც შეიძლება საერთო კლასი შევქმნათ. მოდი შევქმნი key events. და რა გვჭირდება ღილაკის დაჭერას რა ინფორმაციები? ეს იქნება რა ღილაკს ვაჭერთ, ხო? დავზაროთ public key event int key code შევიტანოთ პარამეტრად. დავზაროთ ის წერტილი key code უდრის key code და ეს რა თქმა უნდა იქნება event-ი შვილობილი. და დავაიმპორტოთ. დავწეროთ super type წერტილი mouse just pressed. პრინციპში type რა დავუწერ აქ. type-ს უნდა შევიტანოთ key event-ში. type და super-ში შევიტანოთ type. და ერთი getter-ი გვინდა ამის. public int get key code. return key code. ეს და მოდი გადავიდეთ key pressed event-ში. დავწეროთ extends key event. და შეიძლება მეტის არაფრის შესვლას არ დაგვჭირდეს. უბრალოდ კონსტრუქტორი ვინდა public key pressed event. int key code. შეიძლება იქნებ ნელა ვაკეთებ ყველაფერს და ყველა დეტალს ვაქცევ ორ ადგილას, მაგრამ მინდა რომ გონჯობია რომ გაჩვენოთ ყველაფერს ასე ვაკეთოთ. თუ გადახვევა მოგინდებათ, შეგიძლიათ ეგეც გაკეთოთ. ამიტომ მოდი ახლა დავწეროთ super. შევიტანოთ ჩვენი type-ი event type გვინდა. type key pressed. და რა თქმა უნდა დავაიმპორტოთ ეს. თუ არა. მეორე კონსტრუქტორი ზოგადად არის key code. და ეს იქნება სულ ჩვენი key pressed event და ჩვენი key released event იქნება კიდე აქ. ანალოგიური extends key event. public key released event. და შევიყვანოთ key code. super შევიყვანოთ type-ი. key released და key code. ესეც ასე. მოგლად პრინციპში ყველა event შექმნილია. რადგან ახლა ყველა event-ი არის შექმნილი. მოდი გადავიდეთ უკვე ფანჯრის შექმნაზე და პრინციპში ამის ნახვა ამის გაკეთება არ უნდა იყოს საჭირო, მაგრამ არ უნდა გასწავლოთ, მაგრამ მოდი გავაკეთოთ. აგერ შევქმნი new package დავარქვა course. აგერ მექნება window class-ი. და ასევე მექნება screen class. screen class-ი მექნება extends canvas. და ამას გამოვიყენებ. და Windows-ში მექნება extends jframe. დავწეროთ მექნება canvas-ი. მექნება ჩემი screen პარამეტრად. ჩავარქვი დავზერ public window. გამჭირდება აქ int width int height. და მოდი int width და height-ის გარდა გვინდა ჩვენ string title. დავწეროთ ახლა აქ set title. იქნება title. გვინდა ჩვენ screen-ი შექმნა პრინციპში. დავწეროთ screen უდრის new screen. და აქ მინდა width და height-ი გადავცე ამ ყველაფერს, როდესაც შევქმნი ამას. ჩავამატოთ screen-ი. pack დავწეროთ. კიდე აჭირდება ამას. set resizable true. ავტომატს არა. set default close operation. მოდი გადავშობინდა. jframe exit on close. გვინდა ასევე set visible. და კიდევ გვინდა set position. რა ქვია იმას, set location relative to 0%-ში იყოს ყველაფერი. მოდი ახლა ჩვენ screen-ს დავამატოთ ეს event-ები გვინდა დავამატოთ event-ები რომ მინდა screen-ს გადავცე ეს ყველაფერი. დავწერ screen წერტილი add mouse listener. დავწერ new mouse adapter. და პრინციპში რა მინდა ახლა აქედან. mouse clicked, mouse pressed, mouse released მინდა. და mouse tracked. თუ mouse moved.
mouse drag, mouse mode მინდა. ესეც ასე, დაემატა ეს ყველაფერი. კიდევ მე მჭირდება screen add key listener. და აგერქნა new key listener. დაემატა key typed პრინციპში არ მინდა. key pressed მინდა და key released, ამიტომ ამას უბრალოდ არ გამოვიყენებ. ალბათ ჭირდება. თუ ჭირდება კონდეს, არაფერში არ გამოვიყენებთ. და ბოლოს გვინდა რომ დავწეროთ კონდეს init ფუნქცია ჩვენ screen-ში. რო ყველაფერი ჩავტვირთოთ. მოკლედ, ეს პრინციპში კონსტრუქტორია. და ერთადერთი კიდე რაც მინდა, როდესაც შევცვლით სომას ამ ყველაფერს, მინდა component listener. და ეს პრინციპში როგორ იწერება? Component adapter. Component resized. შევქმნით აქ პატარა ლამბდას და ესეც ასე. და მოიცარეებს ვაკეთებ new component adapter. ეს მინდა. Component resized ჭირდება. და რა მინდა ახლა component resized. კაი. მოდი ახლა დავუყოთ ყველაფერს. პირველ რიგში. როდესაც მაგ ეს mouse direct. რა მინდა აქ. mouse direct-ზე რა მაინტერესებს? მოდი გადავხედოთ ჩვენს event-ებს. და ეს არის ჩემი mouse move event. ანუ mouse move event-ი მჭირდება რომ გადავცეთ ჩემს ეკრანს. მაგას როგორ ვიზამთ? აქ პანჯერაში მექნება public void on event და ეს მიიღებს events. ამას მე გავარკვევ თუ რა შევჭირდება import class დავაძერ. აგერ არის event. და მოდი ახლა დავწერ. შევქმნათ mouse moved event. Event და ეს იქნება new mouse moved event. და რა მჭირდება ამ mouse moved event-ში მინდა sx-ი, get y-ი და ასევე dragged მაინტერესებს, რადგან mouse dragged ფუნქცია არის, დავწეროთ true. და on events გადავცემ ამ events. მოდი ანალოგიურს გავაკეთებ ქვევით. და სად არის mouse mode? mouse mode-ში იგივე გჭირდება. ოღონდ dragged აქ არ არის ჭეშმარიტი. ახლა კი mouse released და mouse pressed. ლოგიკას გასაგებია რა ხდება აქ მინდა mouse just pressed event-ი. event უდრის new mouse just pressed. აქ რა მინდა get x y-იც მინდა და ასევე ღილაკი get button. და on event გავუშვათ ეს. მოდი ამას გადავაკოპირებ, ჩავწერ აქ. მოდი ეს არ იქნება mouse just press event-ი, ეს იქნება mouse released event-ი. ესეც ასე. new mouse released event-ი და რაღაც გამოვჩა ალბათ import class. ეს არის ჩვენი mouse event-ები. ახლა key type-თ არ მინდა, ამიტომ ამას უბრალოდ დავტოვებ უყურადღებოდ. შემდეგ key pressed. აქ მინდა შევქმნა, ალბათ ხვდებით თუ რა ლოგიკით მივდივარ. key pressed event-ი გამოვიყენოთ. key pressed event. Event უდრის new key pressed event. და აქ ჭირდება ალბათ key code, get key code. ესეც ასე. on event-ში გავუშვათ ეს. გადავაკოპირებ და key released. Key released event. ესეც ასე. ყველაფერი დაიმპორტებული, ყველა events უსმენ და ესე შემდეგ. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს screen-ი. screen-ი არის უკესაც დავხატოთ რაღაცებს. ამიტომ მოდი კონდეს აქ private buffer strategy window. რა არის ეს buffer strategy? ისთვის გვინდა. ჩვენ მინდა შევქმნათ ბაფერები. რა საკეთებს ბაფერი? აი რომ წარმოიდგინოთ. მოიძმე ახლა ამისთვის გავხსნი paints. მე მაქვს რაღაც ეკრანი, ხო? აგერა მაქვს ეკრანი. და წარმოიდგინოთ, როდესაც რაღაც დახავთ, მინდა პირდაპირ ამ ეკრანზე ვხატავ და ამ ეკრანს ჩვენ ვხედავთ. წარმოიდგინეთ ბაფერის შემთხვევაში მე რომ მქონდეს მეორე ეკრანი უკან. და პირველი ამ უკანა ეკრანზე რომ დავხატო და ამაზე დახატოს რომ ურჩები გადავიყვანო თავარ ეკრანზე, სადაც მე ვხედავ ყველაფერს. ეს კარგია, როდესაც ხანდახან შეიძლება თუ დააკვირდებით Java-ს თუ გამოიყენებდით და მithumetes აი ამ ეკრანს.
დახატოთ მოგინდა ხანდახან იქნება ზოგიერთი წამიერად მომენტები, სადაც არაფერი არ ხატია ეკრანს. და ზუსტად ამ მომენტების ასარიდებლად ჭირდება ორი ეკრანი რო ქონდეს. შეგვიძლია ასევე სამი ქონდეს და ისინი ტრიპლ ბაფერი და ასე შემდეგ. ამიტომ ორი ეკრანი არის დაბლ ბაფერი, სამი არის ტრიპლ ბაფერი და ასე შემდეგ. ამისთვის გვინდა buffer strategy. მოდი კიდევ ასე ქონდეს private graphics object გვინდა. graphics ODD ალბათ, ან graphics იყოს. შევნა კონსტრუქტორი. აქ გვინდა გადავცე int width, int height. დაკრა set size ალბათ. New dimension. Agger width, agger height. და ეს ასე width და height და მოდი აქ დავწერთ set preferred size. შემდეგ გვინდა ჩვენი init ფუნქცია, public void init. და init-ი რას იზამს? შევქმნი ბაფერებს. დავწერ create buffer strategy. და იყოს მაგალითად 3. შემდეგ მინდა public void begin rendering. უბრალოდაც გვინდა რაღაც დახატო. begin rendering და დავწერ buffer strategy უდრის get buffer strategy. და graphics უდრის buffer strategy get draw graphics. შემდეგ უკვე გვინდა clear. clear რას აკეთებს? clear წმინდავს ჩვენს დახატულს. რომ მე თავიდან შევქლიო ზევიდან დახატო რაღაცეებს. ამიტომ აქ ჩვენ გვინდა graphics set color. დავწერ color whites. და დავწერ graphics fill rect. fill rect ნიშნავს fill rectangle, ანუ განაფერადე მართკუთხედი. დავიწყოთ ტრიანი ეკრანი. Inda get width. Gwinda get width და get height. Poloskie uglowina public void and rendering. Odesas დავასრულებ ჩვენ ხატვას. graphics dispose. აუ ჩვენ ხატავთ და მე buffer strategy show. უკვე გამოვაჩინოთ ეკრანზე ყველაფერი. და მოდი ბოლოს კიდე შეგვეძლოს get-ი შევქმნათ public graphics get graphics. დავუბრუნოთ ჩვენი graphics object. ესეც ასე. შეგვიძლია რაღაცეების დახატვა, გვაქვს ჩვენი window. ახლა window-ში რაღაცეები გვაქვს. მე შევქმნი ჩვენი window. გვაქვს ეს. ასევე გვინდა რომ ჩვენ window-ს გავუშვათ public void run. აკაშოვის აღჭირდება რამდენიმე რაღაც. შეგვიძლია ან while loop-ი ქონდეს, ან გამოვიყენოს swing utilities, რომ მაგალითად ყოველ ჯერზე რომელიც 60 ჯერ გავუშვას ეს კოდი ან რაღაც ეგეთი. სტანდარტულად რომ 60 FPS ქონდეს ან რაღაც ეგეთი. მოდი ასე რაღაცას ვიზამ. ჩვენ იმისთვის რომ ქონდეს მოდი ასე ვთქვათ ჩვენი მართკუთხედები და ლეიერები, უნდა შევქმნათ ლეიერი. ანუ შევქმნე გახლ ფიქს და დავარქვა layers. და შევქმნი layer class. Layer იქნება როგორც ვთქვათ ჩვენი ინტერფეისებით იქნება. იქნება რაღაც ფუნქციები უბრალოდ გამზადებული. იქნება ჩვენ public და პრინციპში ინტერფეისი შეიძლება იყოს, არა ეგ პრობლემა. მაგრამ მოდი კლასად დავტოვებ. Public void on attach. ასევე შეგვიძლია abstract class გავაკეთოთ. Public abstract class. მაგრამ abstract-ი არ მინდა. ნუ მოკლედ დავტოვებას public void on attach public void on what do you call this on event e ასევე გვინდა public void on render და გვინდა graphics object გვინდა ასევე public void on detach ესეც ასე და შეგვიძლია ეს ყველაფერი გქონდეს ახლა კი დავკონდები მე Windows-ში და მექნება აქ ლისტი private list I am layers და ეს იქნება array list layerებით შემშელა import class
მოიხდები აქ რა გავაკეთე არასწორად. მოდი ავანახოთ ერორები. სახელი არ დავარქ. layer stacks დავარქვა ამას. ესე ჩემი layer stack. და მექნება აქ ერთი ფუნქცია. public void add layer. მოდი add layer ქონდეს უბრალოდ. layer და აქ ვიყო layer stack. წერტილი add s layer. და ბოლოს ვიტყოდი layer წერტილი on attach. გამოვიგეთ. ესეც ასე. აღარაში ვინდოდა ეს layer-ები. ყოველი ლუპისას ჩვენ გვინდა რომ ეს layer-ები ავიღოთ. layer stack-ში. და გავაკეთოთ ეს რაღაცა. დავწეროთ მოდი აქ rendering-ზე დავწეროთ. პირველ რიგში screen წერტილი start rendering. როგორც იყო. start rendering-ზე რა გვაქვს? begin rendering. და begin არასწორად მიწერია. refactor begin rendering. ჩანაგინა screen წერტილი clear. ამ layer-ების ბრო screen წერტილი end rendering. და გავუშვებდი ყოველი layer-ის on render ფუნქციას. და გადავცემი screen წერტილი get graphics. ეს. და ბოლოს რომ მოვიდეთ აქ შემიძლია დავწერო swing utilities წერტილი invoke later. და აქ გავუშვა ჩემი run ფუნქცია. და ყოველ ჯერზე თავიდან გავუშვეს run. მაგრამ ერთი რაღაც მაკლია აქვს. და რაც მაკლია ეს არის threading-ი. thread მინდა sleep. და აქ ალბათ მილიწამებს მიჩვენებს. მილიწამებში პრინციპში რამდენი მინდა? 1000 გაყოფილი 60. ამენიც ეგრეს დაახლოებით 16-17. მოდი 16 დავწერე. 16 მილიწამ. 60 FPS კონდეს წამში. და ამ sleep-ზე რაღაცას მიწერს. ესეც ასე. და გონი try catch უნდა გავაკეთო. try ესეც ესე და catch uninterrupted to interrupted. interrupted exception. მოდი ამ try catch დავწერ ამ utilities. მოიწოდა უკან დავბრუნდები და აქ დავწერ system.out.println i.get message. პრინციპში ამის გამოსწორება შეგვიძლია რომ აი ლამბდას გამოყენებით. ასეც ასე. და მოდი აბა ნახოთ რა გვიზა surround with try catch. კაი. ესეც ეს არასაჭირო იყოს, მაგრამ ნუ არის. და ესეც ასე. ესე იგი. ვაკეთებ ჩვენი rendering-ის რაღაცებს და შუაში როდესაც clear-ი გავაკეთეთ, ვეუბნებით რა ყველა layer-ი რაც გვაქვს on render ფუნქცია გავუშვი მაგათია. და პრინციპში ეს გვინდა main loop-ისთვის. წამში სამჯერ გაიშვება ეს კოდი და გვექნება ჩვეულებრივი პროგრამა, რომელიც იქნება ჩართული. ახლა on event-ში რა გვინდა? on event-ი განისაზღვრა, როდესაც event-ი მოვა, პირდაპირ გამოიყენებთ on event ფუნქციას, ამიტომ მე არ ვილაპარაკი იმას თუ როგორ უნდა დავაყენო event-ები, რომ მაგალითად აი ამ run ფუნქციის დროს გავუშვე ეს event-ები და ასე შემდეგ. ეგ ცოტა პროფტულია, მოდი გავაკეთოთ ყველაზე მარტივი რაღაცა. აქ როგორცაც ვიყენებ on event ფუნქციებს. ანუ გადავდივარ აი აქ. და რა უნდა გავაკეთო on event ფუნქციაში? დავიღო ყოველი layer-ი layer stack-ში და გამოვიყენო layer-ების on event ფუნქცია. როხტები აქ რა პრობლემა? და მგონი მიხდი რაც უნდა დავუნდებ მე layer clash. აქ მაგ import java რაღაც სხვა events ვიყენებ. მე მინდა ჩემი event-ი გამოიყენო. events წერტილი
მოდი ყველაფერი გამოვიყენოთ event-ებით. ესეც ასე. და graphics-ზე არ გვაქვს არაფერი. მოდი აქ დავწერე event. ესეც ასე. თუ არა ორი ერთმანეთში რაღაცები. მოკლედ, ესეც ასე. მოდი ახლა დავბრუნდეთ ჩვენს event-ში. და იქნებ მოდი ეს graphics ის თავიდან დავაიმპორტო, რომ იქნებ ყველაფერი ამჟღავნდება აქედან. import class. იყოს ასე. მოკლედ დავბრუნდით ახლა აქ და ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს. ესეც ასე. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს main ფაილში და შევქმნათ ეს window-ი. დავწეროთ window, there is new window. და რა გვინახთ title. Paint up. შემდეგ გვინდა მოდი ვისამ 960 540. დავწერ window წერტილი runs. და აქვს ერთი პატარა პრობლემა, რა უნდა აქ interrupted exception. რაც უნდა მას interrupted exception არ ვიცი. მაგრამ კარგი. მოდი აბა ჩავთვალოთ. როგორც ხედავთ, მაქვს ეს პანჯარა, ყველაფერი მუშაობს, თუმცა ახლა გვინდა რომ გავტესტოთ ეს ლეიერები. ლეიერები როგორ უნდა გავტესტოთ? მოდი შევქმნათ რაღაც example layer. რამე სატესტო. ჩავაკლასი დავწერ example layer. ახლა იწყება ახალი რაღაცები. და ეს იქნება extends layer. დავწერ ვიცი კონსტრუქტორი აჩრდება ამას. თუმცა დავწერ public override გავაკეთებ. override გვინდა. ლეიერებიდან გადმოვაკოპირებ ამ ყველაფერს. და ხო ახლა როგორც თქვი ინტერფეისად შემიძლია გადამეკეთებია, მაგრამ არა უშავს. დავწერ აქ overrides. და მოდი მთავარი მიზანი რაც მინდა პრინციპში გავაკეთო only touch არ მინდა. არც on touch-ზე მინდა რამე გავაკეთო. ან on touch-ზე კიდე შეიძლება დავწერო რომ system.out.println attached. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის on event. და მოდი მაგას მივხედოთ. on event-ის დროს ჩვენ უნდა შევქმნათ event dispatcher. გავარკვევთ event dispatcher-ი. new event dispatcher. და აჭირდება ახლა event dispatchers. ეს ჭირდება ჩვენი event-ი. და ასევე ჭირდება event handler-ი. event handler-ს რაში გამოიყენოთ? მოდი შევქმნათ რაღაც ფუნქცია. ვწეროთ public boolean ან public არც ასაჭირო იყოს private boolean on mouse pressed. და შევიყვანოთ აქ mouse pressed event. და რაღაცა გავაკეთოთ ამით. მოიწოდოთ return false. და გამოვიდეთ კონსოლში რაღაც მონაცემები system out println. გადავაქციოთ პირველ რიგში გადავაქციოთ არქივს აქ i.getx plus i.getY. და ახლა გვაინტერესებს კიდე ღილაკი და ამას plus i.getpath. ხარა შეგვიძლია ამ event dispatcher-ით გავაკეთოთ. მოდი ასე ვიზამ და შეგვიძლია შევქმნათ lambda. რომ დაფიქსოთ აი event handler-ი გადავაქვს აქ. event handler-ი არის ინტერფეისი და მისი ფუნქცია არ არის განსაზღვრული. და როგორ შეიძლება ადგილზევე შევქმნათ event handler-ი და განსაზღვროთ ამ on event-ის ფუნქციის ტანი. და პასუხი არის შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ lambda და lambda-ს აღიქვამს როგორც event handler-ს. დავწერ აგერა მაქვს ჩემი event handler და event handler-მა რა მინდა გააკეთოს. ეს არის ჩავაიყენოთ ჩემი on mouse pressed event-ი და რა event-ისმა გადააქციოს mouse just pressed event-ად. ეს მინდა მე. და რას იღებს ჩვენი event-ი? ჩვენი რა ქვია მაგას? და ისევ ის პრობლემა აქვს, როდესაც event-ს აღიქვამს რაღაც სხვა იმინდა. მოდი აქ ეს წავშალოთ, მინდა მქონდეს აქ graphics. ესეც ასე. და მოდი დავბრუნდეთ layer-ში და აქაც დავწეროთ graphics.
რატო ვწალოთ. და აი რა შემეშალ event dispatcher-ის შექმნის დროს ხოლმე მჭირდება event-ი. და dispatch-ის დროს მინდა პირველ რიგში დავწერო რომ რა ტიპის events ვარ dispatcher-ებ და ეს არის type წერტილი key pressed არა mouse just pressed. და მინდა შემდეგ event handler-ი. აი აქ მინდა event handler-ი მის დაგავნიოთ body-ში. dispatcher-ის დროს როდესაც გვქონთ გვინდა უბრალოდ გადავცეთ ჩვენი event-ი რომ კონდეთ არ. როდესაც უკვე dispatch-ის დრო მოვა, გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია რა ტიპის event-ი გვინდა რომ გადავცეთ რაღაც. და შემდეგ თუ ამის dispatch-ი მოხდება, რა ფუნქცია უნდა გამოვიყენოთ. და ეს ფუნქცია არის პარამეტრად, event handler-ის პარამეტრი არის event-ი. და უნდა გავაკეთოთ ეს რაღაც. გამოვიყენოთ ჩვენი on mouse pressed. რა event-ის უკვე გადავაქციოთ mouse just pressed event-ად. და მოდი პარამეტრს ავარკვეთ რაღაც სხვა სახელი. და აი ესე ვიზამავს. ესეც. და რადგან ამ dispatch-ს უკვე ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ პროგრამა, სანამ შევწევთ ეს layer-ი უნდა დავამატოთ ჩვენს ეკრანზე. მოდი გადავიდეთ main-ში და სანამ runs დავწერთ window add layer. იქნება ახალი example layer. მოდი ჩავერთოთ და ნახოთ რა მოხდება. და რაღაც syntax error-ი მქონდა უბრალოდ გადავიდეთ main-ში და ჩავერთოთ. და ნახეთ აიწერეთ აქ touch-ით. როდესაც mouse დავაჭერ, მიჩვენებს სად არის ჩემი mouse-ი და რა ღილაკს ვაჭერ. ეს არის ჩემი მარცხენა ღილაკი. თუ მარჯვენას დავაჭერ, მაგასაც მიჩვენებს ან შუას. ეს ასე. მოკლედ, მოდი შეგვიძლია example layer-ში ყველაფერი ვცოდოთ. აი, მარტო mouse pressed არა, ასევე mouse released. და აქაც პრინციპში იგივე რაღაცას დავწერთ. mouse released event. import class. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოძრავების დროს დავწეროთ რაღაცები. დავწეროთ on mouse moved. და აქ შეგვიძლია ეს რაღაც დავწეროთ. შეგვიძლია დავწეროთ mouse moved event. და გამოვენ x, y და i წერტილი dragging თუ გვაქვს ჩართული. მოდი აბა ეგ ნახოთ. პირველ რიგში დაჭერა ხელის აშვება. dispatch-ი დამარცხდა. ამასაც დავაკოპირებ. მინდა event type mouse released. და აქ მინდა mouse moved. აქ დავწერ on mouse pressed ფუნქცია არ მინდა, მე მინდა on mouse released. სეც ასე. ახლა აქ დავწერ mouse released event-ი მინდა. და აქ მინდა mouse moved event. მოდი ჩართო და ნახოთ. ესე იგი დაჭერა ხელის აშვება. გამოძრავება. და მოდი გამოძრავებაზე ვიმუშაოთ. და აქ მომიდა ერთი პატარა რაღაცა Windows-ში. მე ეს ყველაფერი mouse listener-ში ჩავს. mouse moved და mouse dragged, მაგრამ სიამბლეში უნდა დავემატა ახალი mouse add mouse motion listener. და ეს მევა new mouse motion listener. და აი აქ ჭირდება ეს ფუნქციები. ეს არის mouse moved და mouse dragged. ამიტომ არ მოშავდა. ეს ძას მოდი აფაცალოთ. და როგორცაც ახლა მაგას წერს. მოდი აქ გავამზრო და თან mouse გვაჭიროს და როგორც ხედავთ dragged event-იც მუშაობს. მოდი ცოტა ხნით გავთიშოთ ეს dragged event-ი. და შეგვიძლია ვცადოთ კლავიატურას. private boolean on key pressed. დავწეროთ key pressed event. და ასევე private boolean on key released.
და დავწეროთ system.out.println pressed და ასევე აქ system.out.println released. ახლა ამის dispatch გვინდა. და აი აქ დავწერ key pressed. Key pressed. და ესეც ასე. აგერ დავაჭერთ რაღაცას აუშვით ხელი. ყველაფერი მუშაობს, მოკლედ ახლა ვიცით როგორ მუშაობს ჩვენი event dispatcher-ი. მოდი ახლა გავაგებთ ის კვადრატები და ის მარტკუთხედები, რომელზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით. შევქმნი ამისთვის layer-ში rectangle layer, rect layers დავარწერ. rect layers რა დაჭირდება? ეს იქნება private rectangle box დავარქვა ამას და private color და კონსტრუქტორში public rect layer. მინდა აქ პრინციპში სად მდებარეობს int x, int y, int width და int height. ასევე მაინტერესებს color. box დავწერდი new rectangle და x-ი, y-ი, width და height-ს გადავწერდი. და color-ი this color უდრის colors. ახლა ეს არის layer. დავწეროთ აქ extends layer. და რადგან ეს ასე, მოდი შევქმნათ ამას override-ით. public void on render. და როდესაც დახატებინა დავწეროთ fill rect. იქნება box x-ი, box y-ი, box width-ი, box height. და წინ დავწეროთ g set color. და ჩვენი ფერი. ეს იქნება ჩვენი on render ფუნქცია. მოდი უბრალოდ შევამოწმოთ ეს მუშაობს თუ არა. გადავიდეთ window ჩვენს main file-ში. და დავწეროთ აქ window add layer. new rect layer. ეს მინდა სინამდვილეში. და მოდი დავწეროთ მაგალითად 100 პიქსელზე. width-ი 200, height-ი 100. და ფერი გვინდა დავწეროთ color blue. მას დამიწერა error-ი import class. როდესაც გვაქვს ეს პატარა მართკუთხედი და გვიჩვენებს აი ეგრეც. მოდი მეორე შევქმნათ, ოღონდ იყოს წითელი. ეს იქნება წითელი და მოდი ადგილმდებარეობასაც შევძლებ. 300 400. და მაქვს ეს ორი მართკუთხედი. კაი, ახლა კი გადავიდეთ უკვე ამათ გამოძრაებაზე. ესენი როგორ შეიძლება გავამოძრავოთ? გადავიდეთ ჩვენს rect layer-ში. გვინდა რა თქმა უნდა აქ on event-ი, override public void on event. აქ დავწეროთ დავაიმპორტოთ მხოლოდ graphics. ესეც ასე. ესეც ასე. და ნუ კაი, მოკლედ. ახლა შეგვიძლია ყველაფერი გადმოვიტანოთ example layer-დან რო არ ვიცავთ. და აქ მარტო მაუსის დაჭერა დამჭირდება. გადავიდეთ rect-ში. და ასევე გადმოვიტან ჩემ dispatchers. ამ კომენტარებს მოგხსნით.
ეს წას. ხა მე ამას დაწერა არ მინდა. მე სხვა რაღაცა მჭირდება აქ. როდესაც მოზრავთ, პირველ პრინციპში შეიძლება ხოლმე ეს დამჭირდეს. მოდი აქ მექნება private int dx dy. რომ მაუსის მოძრაობა განსაზღვრო. პირველში დავწეროთ თუ dragged არ არის ჭეშმარიტი, ესე იგი return. არაფერის გაკეთება არ გჭირდება აქ და return false დავწერ. თუ box წერტილი contains წერტილი get-x, წერტილი get-y. თუ ჩვენ smart კუთხედში მოქცეული მაუსი, მაშინ შეგვიძლია ეს რაღაცა გამოვიყენოთ. და პრინციპში ამის დაწერა გვინდა save-ით. აი on mouse press-ში. და აქ უნდა განსაზღვროთ, რომ dragging არის ამ პრინციპში მოდი აქაც შევქნი private boolean dragging. და დავწეროთ ქვევით, რომ dragging უდრის true. და mouse release შუბალ დავწერ dragging უდრის false. და დავაბრუნებ draggings. და აქაც პრინციპში იგივეს ვიზამ. აბა განსაზღვრო როდის არ მინდა რომ სხვა მარტოხელმე გამოიყენო ეს event. თუ დავიჭირე ერთი მაგუთხედი, всё. ეს event-ი არის გამოყენებული handled. აქ გადავიდეთ აქ. მოდი ამას წავშლი. და ეს რაღაცას დავწერ. თუ dragging და მოდი პრინციპში ამასაც დავწერ თუ ან დამჭირდება, როდესაც mouse ხელს აუშვებ, dragging გაიჩება. თუ dragging არის ნამდვილი, მაშინ ჩვენ მინდა უკვე განსაზღვროთ რაღაც მონაცემები და გავამოძრავოთ ეს ჩვენი box-ი. და ესეთ რაღაცას დავწერ. მექნება აქ int x-ი და ეს რა იქნება პრინციპში i წერტილი get-x minus dx. და იქნება int y i წერტილი get-y minus dy. და თუ ეს ასეა box წერტილი x-ი უდრის ამ x და box წერტილი y უდრის ამ y. და ბოლოს პრინციპში დავწერდი მოდი ეს არ გვინდა if block-ში მოქცევა დავწერ აქეთ გარეთ. და აქ დავწერ dx უდრის x და dy უდრის y-ს. და პრინციპში ეს საკმარისი უნდა იყოს. მოდი აბა ჩართოთ. და თითქმის სადღაც ვერ გავთვალე. და ვიცი რაც მოხდა, აქ უნდა დამეწერა plus უდრის. და აქაც plus უდრის. ნუ და მოკლედ ეს უნდა დამეწერა აი აქ. ესე x minus dx და y minus dy. x უნდა იყოს i წერტილი get-x-ი და y უნდა იყოს s. იმედი ახლა სწორია. კი ბატონო. ნახეთ რა მოხდა, როდესაც ერთმანეთზე გადავაბა ამათ. წითელი ლეიერი შექმნი ბოლოს გონი, ხო? ამიტომ ზევიდან ეხატება წითელი ლეიერი. როდესაც აქ დავაჭერ ხელს. ამოძრავებ ლურჯ. ვიცი რატომაც. ლეიერები საერთოდ მე როგორც ვაკეთებ on events. მე ვაკეთებ ისე რომ ვიწყებ პირველ ლეიერიდან მიყვებდი ბოლოს, მაგრამ ბოლო ლეიერი ჩანს ზევიდან. ბოლო ლეიერი რომელიც იხატება ბოლოს ჩანს ზევიდან. ამიტომ event-ების დროს როგორც Illustrator-ში ახსენი, on event-ი უნდა იყოს ზევიდან ქვევით უნდა მოყვებოდეს ლეიერებს. ამიტომ მოდი მაგას გავაკეთებ. და for layer კი არ მინდა. Therefore int I უდრის layer stack size -1. და სანამ i მეტიან ტოლიან 0-ზე. i -. და ასე გავაკეთოთ layer stack წერტილი get i და on events გავუშვებთ აქ.
მოდი ახლა ჩართო და ნახოთ რა მოხდება. აგერ არის წითელი მართკუთხედი და ლურჯი მართკუთხედი და რო დავაჭერ ხელს ამოძრავებ მარტო სევიდან რაჭას, ანუ წითელი მართკუთხედი. ეს არის event dispatcher და ეს არის event სისტემა და event dispatcher. არც ის რთული რაღაცა, ძალიან გამოსადეგარი რაღაცაა და ალბათ კიდე რამდენიმე რაღაცა ისწავლეთ აქედან. ეს არის აგერ ეს event-ები, აგერ არის event dispatcher-ი, აგერ არის layer-ების სისტემა და ცოტა აპლიკაციის არქიტექტურაც გავიარეთ აქ. სანამ დავამთავრებთ ამ ვიდეოს, ეს არის ჩემი Udemy გვერდიდან ლინკი იქნება ჩემს აღწერაში. და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ჩემი კოდის გამოყენებით, ჩემი ლინკის გამოყენებით მიიღოთ ეს კურსი უფასოდ. ამიტომ თუ ეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ლინკზე და თუ მოასწარით, უფასოდ მიიღებთ ამ კურსს. თუ არა და გიაწოდე აქ $11 ფასი. მოგლედ ეს იყო ჩემი ვიდეო და სხვა დროს დაგიბრუნებებით.